პატივისცემა და სიყვარული, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობდა, აღდგება. ეს დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აჭარაში მცხოვრები აფხაზები მონათლა და 4 ქართულ და აფხაზურ ოჯახს წყვილს ჯვარი დაწერა. ცერემონიის შემდეგ ბოტანიკურ ბაღში არსებული მისივე სახელობის სკვერი მოინახულა და ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრისთან ერთად საგალობელით შეასრულა. მართლმადიდებლობის მადლი და სიხარული დღეს აჭარაში მცხოვრებ 10 აფხაზურ ოჯახში შევიდა. ბათუმის საკათედრო ტაძარში მასობრივი ნათლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჩაატარა. უწმინდესისა და უნეტარესის 35 ნათლს შორის იყვნენ ქართველებიც. უბედნიერესი დღეა, ძალიან დიდი გაცდა და ჩემს შვილებთან ერთად ვარ მონათული. პატრიარქმა მოგნათლა. ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი სიხარულია, რომ 25 წელი ველოდე ამას და მევინახე. ერთნიშნულოვანია. ახლა ასე დროს ზეპირად არ წვეტენ ასე საკითხებს ჩემს ასაკში. მე ყოველთვის სულიერად მაინც ჩემს ძველ ძირძველ რწმენას ერთგული ვიყავი და არასყოფილ არასოდეს პრინციპში არც გადამიხვიო მასე პრინციპისაგან. ნუ დღეს გაოოფიციალურად ეს ყველაფერი. აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საპატრიარქო რეზიდენციაში აფხაზებთან გამართული შეხვედრისას დაგეგმა. საყოველთაო ნათლობას წინ უძღოდა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართული ქართულ-აფხაზური ფორუმი ბათუმში. ბოლო წლების განმავლობაში ცოტა რამ მომხდარა ისეთი, რაც ქართულს და აფხაზ სიხარულს გააზიარებინებდა. დღევანდელი დღე არის ასეთი იშვიათი გამონაკლისი, უმნიშვნელოვანესი დღე, როცა პატრიარქი ნათლავს აფხაზებს. წარმოიდგინეთ რამხელა მადლი და სიხარული შევადღეს, როგორც აჭარაში მცხოვრები აფხაზების ოჯახებში, ასევე მე ვიტყოდი ყველა ქართველის გულში, რადგან არაფერი ისე არ გკრავს და გვაერთიანებს, როგორც ქრისტეს სიყვარული. ეს ფაქტურად გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც საპატრიარქოში თბილისში მოხდა გასული წლის ბოლოს მის უწმინდესობასთან. აფხაზებისა და ქართველების შეხვედრა მოხდა და აი მის გაგრძელება ფაქტურად, მაგრამ იმის დამატებით, რომ დღეს აქ ხდება მასიური მონათლა და ჯვრისწერა. ქართულ-აფხაზური ოჯახების ჯვარდაუწერელ წყვილებს ნანატრი დღე დაუდგათ. ჯვრისწერა მათ რამდენიმე ათეული წლის თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს. ხშირად გვიფიქრია ჯვარი დაგვეწერა, მაგრამ ეხლა არ ვიცი როგორ გადაწყდა ჩვენი ჯვრისწერა. უფლისნება ალბათ, უფლისნება და თითქოს და რაღაცა ვერ ვიყავით სრულად რაღაცნაირად, რაღაცა გვაკლდა თითქოს. გადაგებისას ერისულიერმა მამამ აჭარა და აფხაზეთი მოიხსენია როგორც წმინდა ადგილები, სადაც მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა სახარება იქადაგეს. პატრიარქმა აჭარაში 7, ხოლო აფხაზეთში 11 წლიანი მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა. იმედი მაქვს, რომ ის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობდა, აღდგება, განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა. დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვიმყოფებით ამ წმინდა ტაძარში, სადაც შედგა ნათლობა ჩვენი ქართველი ადამიანებისა, სადაც აღევლინება ლოცვა სრულიად საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მე არაერთხელ მithქვამს, რომ აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი. აჭარა და აფხაზეთი ეს არის ის წმინდა ადგილები, სადაც მოციქულები ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და სხვები გადაგებდნენ სახარებას. და დღეს ჩვენ აღვავლეთ ლოცვებს, რომ მათი ლოცვით, მათი მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს სრულიად საქართველოს. ვიმყოფები იქ, სადაც 7 წლის მანძილზე მსახურობდი აღვავლედი ლოცვებს და მრავალი ადამიანი მომინათლა. საოცარი
სიყვარული სუფევდა ჩვენ შორის და მე იმედი მაქვს რომ ის პატივისცემა და ის სიყვარული რომელიც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ის აღდგება და ჩვენ ვიქნებით ერთად ბედნიერი და მომავლის იმედით მყოფნი. ღმერთმა დაუწოს დღეს მონათლულნი ჩემი ნათლულები და ღმერთმა გაგაძლიერო თქვენ და მთელი საქართველო. ამინ. მოგვიანებით პატრიარქი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა. ცენტრალურ პარკში მისი სახელობის სავანე მზიანი ღამე მოინახულა, სადაც ჯვარი მოილოცა და ბათუმ ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრისთან ერთად საგალობელით შეასრულა. სკვერის დათვალიერების შემდეგ უწმინდესმა ბოტანიკურ ბაღში არსებული მუზეუმი მოინახულა, სადაც სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნახატებია გამოფენილი. სამომავლოდ დაგეგმილია კეთილმოეწყოს მიმდებარე ტერიტორია და აშენდეს ერთგუმბათოვანი საყდარი და ამფითეატრი. უნდა გაშენდეს ეს სავანე. ახლა ეს რას გულისხმობს? იქ დაიდგმება ამ ბაღის გამშენებლის დიაცონ გორდეზიანის ძეგლი, შემდეგ იქნება ამფითეატრი, შემდეგ იქნება რაც თავარია, ერთგუმბათიანი საყდარი. 2 წლის წინ ჩვენ შევიკრიბეთ და ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ აი ამ პარკისათვის მიგვეცა ჩვენი უწმინდესის სახელი და დავდგით ჯვარი, აღმართით ჯვარი და ახლა დღესდღეობით უკვე სხვა მიმართულება მიეცა ამ პარკს და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო. მოგვიანებით საპატრიარქოს ბათუმის რეზიდენციაში აჭარაში მცხოვრებ აფხაზსა და ქართველთა წარმომადგენლობასთან შეხვედრა გაიმართა. უწმინდესის სტუმრებს გაესაუბრა და საავტორო ნაწარმოებებიც მოასმენინა. ნათლია მნათლულები ტრაპეზზეც მიიწვია. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბათუმის საკათედრო ტაძარში ხვალ 9 საათზე საკვირაო წირვას აღავლენს. 13 საათზე კი აფხაზსა და ქართველთა გვარებს, აცამბებს, ქათიბებსა და პაპუნიძეებს დაალოცავს.